მე ჟურნალისტი ნასტასია დავბრუნდით სტუდიაში და ვსაუბრობთ იმაზე ვართ თუ არა ჟურნალისტები სტუმრებთან ერთად დავბრუნდით იქიდან გამომდინარე ჩვენი კოლეგები ხართ აქედან გამომდინარე ვისაუბრეთ იმ თემებზე რა თემები ზოგადად ჩვენ გვაწუხებს ხოლმე ეხლა მაყურებელს კი შევახსენებ რომ ჩვენი სტუმრები არიან როგორც დავაანონსეთ ილია თაუბერიძე პროექტის პროდიუსერი და ნინო ბასილია ავტორი და რეჟისორი ჩვენ ვსაუბრობთ პირველი არხის ერთ-ერთ ტელეპროდუქტზე ტელებლოგზე დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის ნინო როგორც ვიცი თქვენ გადაღებიდან მოხვედით ჩვენთვის მასალას გაქვთ მოტანილი გადასაღები მოეთნიდან მაგრამ პირველი რაც მინდა და ესე ცოტა ესე შორიდან და თან თავიდან დავიწყოთ როგორ გაჩნდა ამ პროექტის იდეა პროექტი დიდი ხანი არ არსებობს არხზე წელიწად ნახევარია 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო და ალბათ უნდა აღვნიშნოთ საგანგებოდ რომ ეს არის საინფორმაციო სამსახურში კეთდება ეს პროექტი და მაშინდელი ჩვენი ხელმძღვანელი სოფო მუსიძის მიერ იქნა პროექტი დაწყებული მე ვიყავი პროდიუსერი სახელით მისი მოფიქრებულია ნუ ალბათ გარკვეულად ამართლებს კიდეც მისი შინაარსიდან გამომდინარე ახლა იმის ახსნა-საქმნამდვილად არ დავიწყებ ბლოგი რას ნიშნავს და პრაქტიკულად გამოდის რომ თითო ავტორი რომელიც თითო ფილმს ამზადებს ყოველ კვირას 9-ის ნახევარზე საეთეროდ ეს არის მისი ნაზრევი ამა თუ იმ საკითხზე ეს არის უფრო საზოგადოებრივი და სოციალური პროექტი ჩვენ მაშინ ვთქვით როცა იწყებოდა რომ ეს არ იქნებოდა პოლიტიკური თემატიკა თუმცა ხანდახან ვერ ვწდებით ამას იქიდან გამომდინარე რა აქტუალური მოვლენები ხდება ქვეყანაში, მაგრამ მაინც ვცდილობთ, რომ უფრო პოლიტიკურ ჭრილში ეს არ წარმოვადგინოთ. მინდა გითხრათ, რომ ამ არც ისე დიდი ხნის განმავლობაში, წელიწად ნახევრის განმავლობაში უკვე 52 ფილმია დღეს საგანგებოდ დავთვალე, როცა თქვენთან მოვდიოდი, რაღაც ესეთ სტატისტიკის ენცაუბარი შეიძლება თქვათ კარგი არ იყოს და სწორი, მაგრამ მე ვფიქრობ, 52 ფილმი და ეს ძალიან ბევრია ამ ძალიან მოკლე პერიოდის მანძილზე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ეს თქვენ ანონს მოусმინე, როცა გადაცემა იწყებოდა, თქვით, რომ ეს არის ნახევრად დოკუმენტური, ნახევრად რეპორტაჟული. თუმცა ავტორები ხანდახან არ მეთანხმებიან, განსაკუთრებით ნინო და ამბობს, რომ ეს არის წმინდა წყლის თვითონ რასაც აკეთებს დოკუმენტალისტიკა. მე ამაზე არ ვდაობ მანდა მაინც, იმიტომ რომ ზოგი ფილმი მართლა დოკუმენტური ფილმის ფორმატით გადის. ნუ არიან ავტორები, რომლებიც ირჩევენ, რომ ვრცელი ტელერეპორტაჟის ფორმა მისცენ, ამას ტექსტიც გააკეთონ. ამას შეზღუდვები არ არსებობს, როგორც მოუხდება იმ თემას ისე ეკეთება. მაგრამ ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ პრაქტიკულად ყოველ კვირას 29 საათიან 27 წუთია ქრონომეტრაჟი უმეტესად მომზადდეს ეს ტექნიკურათაც და ინტელექტუალური და რესურსის თვალსაზრისით ძალიან რთულია დამეთანხმებით. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გაგვიმართლა იმით, რომ კარგი გუნდი შეიკრიბა, კარგი ავტორები ყავს და ასე თუ ისე ვცდილობთ, რომ საინტერესო გახდეს ეს პროექტი უფრო და უფრო. როგორია თქვენი ხედვა ამ ტელებლოგთან დაკავშირებით არ ეთანხმებით იმ ხედვაში და აღქმაში როგორიც უნდა იყოს ტელებლოგი. პრინციპში ალბათ ეს არის პლუსი ამის რომ ყველა ავტორს შეგიძლიათ თქვენი ხედვა, თქვენი დრამატურგია გქონდეთ. როგორია თქვენი კი, მე და ილიკოს გვაქვს ზოგჯერ კამათი ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე კინორეჟისორი ვარ და ვცდილობ კინოენით ვისაუბრო ნებისმიერ პრობლემაზე. არ აქვს მნიშვნელობა ვთქვათ ენით. და ილიკოს ძალიან უყვარს სინქრონით დაწყება, აი ჟურნალისტია და იცის მოამბიდან გამომდინარე პროფესიონალია და სულ სხვანაირად ხედავს ამას. და ამიტომ ზოგჯერ თქვათ დაიწყება რაღაც ხო ვაჩვენებ ფილმს ჯაბარება სჭირდება და დავა ერთი წუთი სინქრონისად არის ხო ცოტა ისეთია ხა მაგრამ ხრობის დინამიკისთვის დინამიკა უნდა ხო მაგრამ ნუ მე მაქსიმალურად ვცდილობ ყველა ფილმი ერთნაირი ვერ იქნება წარმოუდგენელია თავისი თქვათ ხრობის სტრუქტურიდან ამბის სტრუქტურიდან გამომდინარე თქვათ იმ პრობლემიდან გამომდინარე სადაც მე მივდივარ და რა მხვდება მაგალითად როდესაც წავედი დუხობორებთან ხო გორელოვკაში ну შესანიშნავი პეიზაჟი იყო ძალიან რთული ალბათ ამ კადრებს შეერია ამ კადრების დაწყება ნარატივი და ამ პირდაპირ სინქრონით ხო რთული იყო და ну ულამაზესი კადრებით დაიწყო იქ რაღაც თეთრი ცხენი
თავი ამოყო რაღაცა გაისმა იქიდან დუხობორების სიმღერა შეუძლებელია გააფუჭო მაშინ უნდა გააფუჭო ხო რაღაც და მე მგონი ესეთი შემოქმედებითი პროცესის თანმხლებია ეს დისკუსიები კადრის ტექსტი რაჯობია პრინციპში ძალიან კარგია ხო მაგრამ ეს პრეტენზიები ჭალებში ეხა პირველად მესმის და ხონერე ჩხდა ნინა რო გითხრა ეხლა ამ ეტაპზე იმიტომ რომ გადასაღები მოინდენ და დაბრუნდი რა თემაზე მუშაობ და რას უმზადებ ჩვენს მაყურებელს ხო ეს იყო ილიკოს იდეა კარგი იდეა სხვათა შორის ქალები თითქოს არაქალურ პროფესიებში ნუ რთულ პროფესიებში და ვიპოვეთ რამდენიმე ქალი ერთი ძალიან კარგი გმირი მყავს ავტობუსის მძღოლია 84 ნომრის და ჩავწერეთ ვიარეთ მასთან ერთად ავტობუსით და შემდეგ მოვიყვანეთ უკვე აქ კიდე სხვანაირად ჩასაწერა და გავუკეთეთ გრიმი და მითხრა რომ ესე რომ ხედავენო ვერავინ ვერ ცნობსო ვერ თანამშრომლებიო ქუჩაშიო ან ვინც მიცნობს ის ადამიანებიც კი ასევე რაგბის მოთამაშე გოგონა ქალი ყავს ახალგაზრდა კიკბოქსინგის და დღეს გადავიღე ფრინავი ქალი რომელიც ძალიან საინტერესო იყო თვითონ პროფესია საინტერესო ერთი მინუსი რაც აქვს პატარა მინუსი ამ ტელებლოგს არის რომ დროში ეს კადრები გადის ეხლა ზუსტად ჩვენ მაყურებელს ვთქვათ რომ ეს არის ზუსტად ის კადრები რომელიც ჯერ არავის არ უნახავ კომუნიკატორის ექსკლუზივია და პირველში მოხდა და ეს ფილმი და მომავალ კვირას და აი დროის სიმცირის გამო ვერ ხერხდება ის აი გაკეთება გადაღება ყველაფერი რამდენ ხანში ამზადებთ ერთ ტელებლოგს აი ახლა ტელებლოგი ძალიან აი კაცრად არის განსაზღვრული გადაღება ერთი კვირა და ერთი კვირაც კი არ გამოდის მონტაჟი ერთი კვირაც არა ხუთი დღე მონტაჟი ერთი ყოველ ვარიანტში გამოდით ძირითადად 4 ავტორია მე თუ შეიძლება ჩამოვთვლი ნინოს გარდა მუშაობენ ქეთი ვაშაგაშვილი ირმა ჩუბინძე ნინო დადვანი ეხლა ვინც არიან ავტორები გარდა ამისა რა თქმა უნდა არიან მოამბის ჟურნალისტები რომლებიც საკუთარი დატვირთული გრაფიკის გამო ყოველთვის ვერ ახერხებენ რომ ჩაერთონ მაგრამ ძალიან კარგი ფილმები გააკეთა იგივე ქეთი ბერაიამ თამარ ურუშაძემ ვიკა ბუკიამ ქალთა ძალადობაზე ძალიან აქტიური გახდა პაპუნამოსიძე ჩვენი ანონსების რეჟისორია ტელევიზიის და ახლა რატი ხვისთანს ჰქონდა პარიზულ ტერაქტებზე იმიტომ ის აშუქებდა მოამბისთვის პარიზიდან ამ მოვლენებს და ჰქონდა რაღაც მასალა და ნუ ჩვენ ჩავთვალეთ აი სხვადასხვა ვიტყვი რომ ძალიან კარგად იმუშავა ჩვენთან მეორე ახის რეჟისორმა გოგა ჭკონიამ რომელიც უკრაინის ძალიან ცნობილ მაიდნის მოვლენებზე ორი ფილმი გააკეთებლოგისთვის თუ შეგიძლიათ გითხრათ ჩვენ გარკვეული სტატისტიკა ამოვიღეთ რა თემის ახებ ქურდულ სამყაროზე მომზადებული ტელებლოგი იყო ყველაზე პოპულარული დასაბამიდან დღემდე. რა თემებია ესე ტოპ 5 თემა თუ შეგიძლიათ გითხრათ, რომელიც მაყურებელმა ეს იყო პირველი ფილმი. სანამ სიგარეტი ჩაიწვება გიორგი ნიურაძის და აკაკი შენგელიას და აქვს ყველაზე მეტი ნახვა როგორც მეუბნებია. მე სიმართლე გითხრათ რომ მანდა მაინც ახლა არ ვინტერესდები ძალიან აქტიურად და ყოველ, იმიტომ რომ ნუ როგორც ცოტა სხვანაირად უყურებ ამ რეიტინგების საკითხს ზოგადად ჩვენთან, მაგრამ ნუ აინტერესებთ ესეთი ცოტა სკანდალურიც, ცოტა ყვითლურიც, თუმცა ჩვენ ნაკლებად ესეთი თემები არ აქვს, მაგრამ აქვს უფრო კარგი ნახვები აქვს თემებს, რომელებიც უკავშირდება ეროვნულ უმცირესობებს, რელიგიურ უმცირესობებს, ქალთა ძალადობის თემაზე ფილმს ჰქონდა ძალიან კარგი, დაცლილ სოფლებზე იყო ესეთი კარგი ნახვები ჰქონდა. აი ნუ ეს რაც ყოფიერების ნიუანსები იყო, საქართველოს ცხოვრება აზერბაიჯანის მუსლიმი ქალების მდგომარეობა და აი ძალიან ნინოს ფილმი იყო. ხო. მდგომარეობა, როგორ გითხრათ, უფრო მათი ცხოვრება და ყოველდღიურობა, რამაც და ცოტა შეზღუდული. რამდენად აღმოჩნდა, რომ ჩვენი წარმოდგენები მათ ცხოვრებაზე რამდენად რეალობას თან თანხვედრაში, იმიტომ ჩვენ ხო ცოტა სტერეოტიპული წარმოდგენები გვაქვს. ხო, ჩვენ როგორი სტერეოტიპული წარმოდგენებიც გვაქვს, არის ეგრეც არის, მაგრამ ამას რო ესეთივე კუთხით წარმოაჩენ, ისინი ცოტათი ბრაზდებიან. და იმიტომ რომ მათთან არის კიდე აბსოლუტურად დაყოფილია, ხო, მათი საზოგადოებაც და არიან აბსოლუტურად ემანსიპირებული ქალები, თუმცა ცოტანი არიან, მაგრამ მაინც და სწორედ ის ემანსიპირებული ნაწილი ცოტა აღშფოთებულია ხოლმე ესე დროს, მაგრამ მე ვიღებ ამას ყველაფერს, თუმცა არც ერთს არ ვაწყენინებ ხოლმე ისე გამოვხატავ ამას ყველაფერს რომ იქ არავის არ ჰქონდეს თქვათ რაღაც ესეთი გრძნობა რომ ვიღაც დაიჩაგრა ზედმეტად
მაგრამ იყო ცოტა ისეთი აჟიოტაჟი ამ ფილმთან დაკავშირებით. თუმცა რატომაც არა უნდა მოყვეს რაღაცა ხო ფილმს, როდესაც მაშინ პრობლემა დაისვება და მე კიდე რა არის კარგი რომ ტელებლოგია ეს ბლოგია, ეს ჩემი ინდივიდუალური ჩემი ხედვა, მე ამ რაკურსით ვხედავ. მე ვერ დავანახებ ამას ისე როგორც ზოგადად თქვათ აი საინფორმაციო დაანახებ. ხო, მშრალად პირდაპირ. ეს ჩემია სუბიექტური, ამიტომ მე იქ ვისი სიმპათიაც გამიჩნდება, იმას უფრო მეტად წამოვწევ და იმას უფრო სხვანაირი კუთხით დავანახებ. და სხვათა შორის ასეც არის ყველა ფილმში როგორც ჩემს მე მონტაჟის აქ თავის საყვარელი მომენტები აქვს ხოლმე. ასევე მყავს ჩემი საყვარელი პერსონაჟები, რომელთაც ვეფერები და რომელთაც ვცდილობ შეიძლება არც იყვნენ ისეთები, მაგრამ მე მინდა რომ ესეთები იყვნენ და ვანახებ ადამიანებს. ეს ძალიან საინტერესო მომენტია, შეფასების მომენტი, იმიტომ რომ ამის გაგება ცოტა ჭირს, რომ ეს შეიძლება იყოს ერთი ჟურნალისტის, ერთი სცენარისტის, ერთი რეჟისორის ნააზრევი და ეს არ არის პრობლემა. რომ ასე შეიძლება ყველა არ ფიქრობდეს, თუნდაც ამ პროექტის შიგნით, ამ პროექტის ავტორები, ის ჯგუფი, ვინც ამას ამზადებს. ალბათ ამიტომაც კიდე უფრო საინტერესო, რომ ყველა პროექტი ინდივიდუალურია. კი. ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესოა თვითონ როგორ იწყებთ იდეიდან პროექტამდე ამ ყველაფრის განხორციელებას. საიდან ჩნდება იდეები, როგორ პოულობთ ამ თემებს, გმირებს? რო გითხრათ რომ ეს ხა სეზონის სატელევიზიო სეზონის ბოლომდე რაღაც ზაფხულამდე გაწერილია მთელი გრაფიკი, მოგატყვით მე ვიცი დაახლოებით შემდეგი 3 ფილმი რა იქნება. ამის შემდეგ უკვე საფიქრალია. ნუ ეს ჩნდება შეიძლება ზოგჯერ ძალიან სპონტანურად. აი მაგალითად ამ იანვარში ძალიან სპონტანურად ნინომ გადაიღო ფილმი ანიტა რაჭველიშვილის ძალიან ცნობილ საოპერო მომღერალზე, ქართველზე, მეცოს სოპრანო, იცით ეს ლასკალას და დიდი წარმატებები აქვს. ანიტა იყო ჩამოსული ქონდა საახალწლო კონცერტზე 3 დღეში გადავიღეთ ეს ფილმი, მოგეხსენებათ რომ რეპეტიციების და მისი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ეს როგორი რთულია. აი უცებ გაჩნდა, თუმცა ჩვენ აი ესეთი სტილის რო გითხრათ, ცოტა უფრო კულტურული მიმართულების ბლოგები არ აქვს, მაგრამ ეხლა ეს იყო იმდანაც საინტერესო, რომ ანიტაზე ესე ფილმი დოკუმენტური არ გაკეთებულა ამდენი ხანია. ხშირად ეს ამბები აქტუალურ თემებს არის მიბმული, თუ ცდილობთ რომ რაღაც თემების ინიცირება თქვენ თვითონვე მოახდინოთ, წამოწიოთ რაღაც თემები, პრობლემები. აი ხო, აი ამით არ გავს ეს საინფორმაციო სამსახურს, რომ არ არის ნიუსური არ არის ეს ბლოგები. თუ არ ჩავთვლით აი რაც ავახსენე, პარიზის ტერაქტები და თქვათ უკრაინის ამბები, ამიტომ რაღაცა მოხდა მოვლენა და იმის გამო თუ ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი და არ დარჩა საინფორმაციო სამსახური, მე ვფიქრობ რომ ჩვენი მოამბე ძალიან დეტალურად და ამწურავად აშუქებს ამა თუ მიმდინარე მოვლენას და ამიტომ თუ არ დარჩა მის ფორმატში ისეთი თემა და ისეთი სინქრონები, ისეთი ამბები, რომლებიც შეიძლება რომ კიდევ გაგრძელდეს, ამას მაინდა-მაინც არ ვეკიდებით ამ მიმართულებას. ამაზე ჩვენ საუბრობდით გადაცემის დაწყებამდე და აღმოჩნდა, რომ პრინციპში სიცოცხლის უნარიანობა ამ ტელებლოგების ერთგვარად ამანაც განაპირობა, რომ ის თემები, რომელზეც 2 წლის წინ მომზადდა სიუჟეტი, დღესაც აქტუალურია და ნახვები ამიტომ სულ აქვს და ყველა ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ ის არის ეს გადაღებული ტელებლოგები, მათთვის საინტერესო სიუჟეტებს მოკლედ ნახულობს აქ. თუმცა მინდა გკითხოთ თქვენ, როგორც რეჟისორს და ავტორს, როგორ თემებია, ის იგივე ქალთა ძალადობა ვახსენეთ, ხო და ქალთა თემები იგივე არა ეთნიკურად არა ქართველი ქალები. რა თემებია ის, რომელზეც მედიამ უნდა გააკეთოს განსაკუთრებული აქცენტი, არა ნიუსურ ჭრილში და უნდა ილაპარაკოს, ანუ რაზე გვჭირდება საზოგადოებას აქცენტი განსაკუთრებული. ძალიან რთულია ახლა ამის თქვა, თქვენ უკვე იცით რას მთავაზობთ, რომ მე უკვე წინასწარ თქვა შემდეგი ფილმები რაზე იქნება, რასაც ვერ ვიტყვი, მით უმეტეს ეხლა მე პატარა ტაიმ-აუტს ვიღებ კავდივარ. ექსკლუზივი იქნება კომუნიკატორისთვის. გადასარევი. მაშინ შეგიძლიათ რო გითხრათ, თან ის მომდევნო 3 პროექტის შესახებაც გვაინტერესებს ამბები, რაც უკვე იცით. მე შემიძლია რომ უკვე გითხრათ, რომ აი ამ კვირას იქნება მზადდება ირმა ჩუბინიძის ფილმი, აი ხაც მონტაჟი მიდის და ჩვენი გადაცემის შემდეგ უნდა ვნახოთ უკვე საბოლოოდ რა სახე მიიღო. ეს არის რაგბიზე, როგორც ანონსში ჩანს რაგბის თამაშზე, მაგრამ სინამდვილეში ეს ფილმი გადაღებულია არასრულწლოვანთა კოლონიაში, სადაც ამ ბავშვებმა გააკეთეს რაგბის გუნდი. და აი ამ მათი ცხოვრება არის აქ ძალიან საინტერესოა, როგორც ვნახე რაღაც მასალები, შემდეგი უკვე გითხარით ეს ქალების თემა და შემდეგი იქნება მოხუცთა თავშესაფარი. ეს სუფთა სოციალური პროექტებია, თუმცა კიდევ არის რაღაცებზე წინასწარ ჯერ არ მინდა ვილაპარაკო, იმიტომ რომ მზადების პროცესია. მინდოდა დღეს ერთი რაღაც კიდევ გამეჟღერებია, მაგრამ საბოლოოდ არა ვარ დარწმუნებული და არ ვიტყვი, რომ ერთი ძალიან საინტერესო ავტორი
შემოგვემატება ტელებლოგში და მე ამას თუ გადაწდება გვირდებით რომ თქვენს ეთერში მორიგი ექსკლუზივი გვაქვს. რაც შეეხება ნინოს ტაიმაუტი ექნება ალბათ 2 თვით მეც არ მინდა რომ მივცე. მეც არ მომცემ. ნინო გაიმარჯვა ეროვნული კინოცენტრის პროექტში და იწყებს ხატრული ფილმის გადაღებას. პარემ გვითხარი რამაზე იქნება გილოცავთ. მადლობა. ეს არის დრამა ვრიანი ქვია შიშველი, მაგრამ არაფერი არ აქვს, არანაირი კავშირი არ აქვს ეროტიკასთან, ეს არის ახალგაზრდა ქალის ცხოვრება, რომელიც გადაწყვეტს ამერიკაში წასვლას, მოხდება ისე, რომ არ გაუშვებენ, შემდეგ ვიღაცა ეტყვის, რომ მე ჩვენ მოგიტანთ. როგორც ხდებოდა ჩვენთან გახსოვთ 90-იან წლებში 2000-იანებშიც კი, ვიღაც დაპირდება ვიზას, ვერ მოუტანს ამ ვიზას, გააყიდინებს სახლს, რჩება ეს ქალი სახლის გარეშე. აი, ძალიან მოკლედ ორი სიტყვით ეს არის. ამ ქალს ყავს აუტისტი შვილი, რომლის აყვანაც უნდა და რჩება აბსოლუტურად შიშველი ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად, არა უბრალოდ მატერიალურად და თავიდან იწყებს ცხოვრებას და როგორია ის პირველი ნაბიჯები, როდესაც ადამიანს დაენგრევა ყველაფერი და ნულიდან იწყებს, როგორც ბევრმა ჩვენთაგანმა დაიწყო ნულიდან ცხოვრება. და მე სცენარი ჩემია, ხო, სწორედ ამ სცენარმა გაიმარჯვა და მინდა გითხრათ, რომ აი ესეთი ვთქვათ, მარტოხელა დედის პრობლემა ქართულ კინოში ბოლო წლებში რატომღაც არ ყოფილა და ქალი მთავარ როლში, აი რომ მარტოხელა დედი, რომელიც იბრძვის თავის გადასარჩენად შვილთან ერთად, რომელსაც არ ყავს ქმარი, არ ყავს ვთქვათ მშობლები, ყავს მხოლოდ ბებია, არ ყოფილა ესე გამახვილებული ყურადღება და გეტყვით კიდე ერთ რამეს, რატომ მომივიდა ეს იდეა გამეკეთებინა ფილმი ერთი მეგობარი მყავს, რომელმაც ერთხელ თქვა, იმდენად დაიღალა ამ ყველაფრისგან, რომ მითხრა, იცი რა, მარტოხელა დედავს მე რომ მკითხო, ძეგლები უნდა დაუდგათო. და ვიფიქრა რატომაც არა ერთი ძეგლი ხო შეიძლება მეც დაუდგა და მეც რომ მკითხოთ მარტოხელა დედავს უნდა დაუდგათ ძეგლები მე ორ შვილს ვსურდი ოღონდ მამასთან ერთად და წარმომიდგენია ანუ იმდენად რთულია ეს პროცესი მარტო რომ ვზრდიდე მართლაც თითქმის ყოველდღე ვამბობ ხოლმე რომ ძალიან გმირები არიან ეს ადამიანები ვინც მარტო ახერხებენ ამას ჩვენ უნდა დაგიტოვოთ ეს დავიტოვოთ უფრო სწორად ვინაიდან გავაჟღერეთ ჩვენს ეთერში ამ ფილმსაც ჩვენ მივყვებით იმიტომ რომ ჩვენ წვლილს შევიტანთ მარტოხელა დედების ძეგლის დათმის პროცესში ალბათ გადასაღებ მოედანზეც გესტუმრებით აპრილში ვიწყებთ 15 აპრილს ის შეგვიძლია რომ ჩვენი გადამღების ჯგუფი წამოვიდეს და ამ სამუშაო პროცესში ჩაერთოს და მე უკვე პრემიერა ალბათ ჩვენ მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეგვიძლია რომ აი ამ პროექტზე ამ ფილმზე კიდევ ერთხელ ვისაუბროთ მაგრამ მანამდე ძალიან მოკლედ თუ შეგიძლიათ მითხრათ მხოლოდ ერთი ადამიანის ისტორია იქნება თუ შემოვა იქ სხვა ქალბატონების ისტორია რომლებიც ასევე მსგავსი ტიპის პრობლემებით არიან არა ეს იქნება მხოლოდ ერთი ადამიანის ისტორია მაგრამ ეს იმდენად როგორ გითხრათ, დატვირთულია ყველა სცენა ამ ადამიანის წინაღობებით და როგორ გადალახავს ამ წინაღობებს, რომ აი არც რჩება სურვილი მაყურებელს, რომ კიდე რაღაც სხვა პერსონაჟი დაინახოს, იმიტომ რომ ძალიან ესეთი გმირები შერჩეული, მსახიობები. თავარი გმირიც მყავს, მაგრამ აი მაინც არ ვიცი თქვა თუ არა, როგორ მაინც ჯერბეშინია. აი რომ მოხვალთ გადასაღებ მოედანზე ნახავთ ყველას. 50% კასტინგი გაკეთებულია. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ ჩვენთან სტუმრობისთვის, იმიტომ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენს პროდუქტს, პირველი არხის პროდუქტს, იმას რასაც ჩვენ ყველა ერთობლივად ვაკეთებთ, მხარს უჭერთ ხოლმე და ვეხმარებით ერთმანეთს იმისათვის, რომ ერთმანეთის პროდუქტები ვნახოთ, იმას რასაც ჩვენ ვაკეთებთ და მე რა უკვე მაყურებელსაც გაუზიაროთ ჩვენი აზრი. ჩვენ კვირას 9-ის ნახევარზე უნდა ვნახოთ მორიგი ტელეპროექტი. ყოველ კვირას ამ შემთხვევაში და ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება წელს მოხდა ეს ცვლილება, რომ ავტორებს გარდა იმისა, რომ ფილმის გადაღების და დამონტაჟების და გაშვების საშუალება აქვთ, მათ მივეცით საშუალება, რომ კვირას ფილმის გასვლის წინ მოამისთავარი გამოშვების ბოლოს წამყვანთან სტუდიაში ამბობენ კიდევ დამატებით იმას, რის თქმაც ვთქვათ, შეიძლება ფილმში ვერ მოხერხდა. შეიძლება 3 და 5 წუთამდე ზოგჯერ ისე, მაგრამ მაინც ეს ძალიან კარგი მე ვფიქრობ დეტალია. რომ თვითონ ავტორებიც წარდგნენ და მათი პრეზენტაციაც მოხდეს მაყურებლის წინაშე. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ ჩვენთან სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ილიკო თაუბერიძე და ნინო ბასილია იყვნენ ჩვენთან სტუმრად. ახლა ჩვენს ეთერში, ხო, რაღაც ისეთი გვარია, რომ დაფიქრდები შეცდომით არ თქვა. ახლა ჩვენს ეთერში ვიდეო დაიჯესტის დროა, შემდგომ მოამბე გააგრძელებს ეთერს და ჩვენ რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით, თქვენ უყურებთ კომუნიკატორს.
ინდიკატორი